გონიათ, რომ თუ ბავშვი 14 წლის არ არის, მას კანონი ვერაფერს უზამს და ყველაფერი ეპატიება? სიმართლე გითხრათ, ძალიან ცდებით. 2026 წლის ეს ახალი კანონი რეალობას სრულად ცulis. წარმოიდგინეთ არასრულწლოვანი, თუნდაც 10 წლის ბავშვიც კი შეიძლება იძულებიც წაიყვანოს სახლიდან. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ყველაფერი. ხშირად გაიგონებთ ხოლმე, რომ 14 წლამდე ბავშვებს ერთგვარი აბსოლუტური იმუნიტეტი აქვთ, ხო? თითქოს რაც არ უნდა დააშავონ, წყლიდან მშრალად გამოვლენ. მაგრამ ეს უბრალოდ მითია და დაუსჯელობისა თუ უყურადღებობისა თუ ეპოქა, როგორც ასეთი, ნამდვილად მთავრდება. აი, მთავარი იურიდიული ბომბა, რომელიც ბევრ მშობელს ალბათ შოკში ჩააგდებს. 10-დან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, რომელიც რაიმე მართსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, შეიძლება სახელმწიფომ პირდაპირ საკუთარი ოჯახიდან გაიყვანოს. და იცით რა არის ყველაზე საყურადღებო? ეს გაყვანა არ არის რაღაც დროებითი გაფრთხილება. სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და ბავშვი ეგრეთ წოდებულ მხარდაჭერის სახლში სარეაბილიტაციოდ არც მეტი არც ნაკლები 2 წლამდე ვადით გააჩეროს. ნაწილი პირველი. მითი და ახალი რეალობა. მოდით გავერკვეთ, საერთოდ რა არის ეს მხარდაჭერის სახლი? იცით, ბევრს ეგრევე რაღაც კოლონია ან ციხე წარმოუდგენია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება. ის სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ ბავშვს ჰქონდეს ინტენსიური თერაპიული და საგანმანათლებლო გარემო. ანუ, რომ შევადაროთ, ერთ მხარეს გვაქვს ტრადიციული სადამსჯელო სისტემა, ციხე, საკნები, იზოლაცია და მეორე მხარესა ეს სრულიად ახალი მიდგომა, სადაც მთავარი მიზანი რეაბილიტაცია, საოჯახო გარემოს შექმნა და განათლებაა. თავად კანონშიც შავით თეთრზე წერია და ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი, ციტატას გეტყვით, არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას. მარტივად რომ თქვათ სახელმწიფოს მიზანი ბავშვის დასჯა კი არა, მისი დახმარება და აღდგენითი მართსაჯულების განხორციელებაა. ნაწილი მეორე. როგორ ხდება მხარდაჭერის მასხელში გადამისამართება? ახლა ალბათ გაინტერესებთ, ვინ იღებს ამხელა გადაწყვეტილებას. ეს ასე მარტივად ერთი ხელის მოსმით არ ხდება. ჯერ პროკურორი ადასტურებს ფაქტს, შემდეგ სპეციალური მულტიდისციპლინური ჯგუფი დეტალურად აფასებს ბავშვის მდგომარეობას და მხოლოდ ამის მერე, როგორც აბსოლუტურ უკიდურეს ზომას, სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ვადებს, სასამართლოს თავდაპირველად ბავშვის იქ გაგზავნა 6 თვით შეუძლია. მერე მდგომარეობას ისევ აფასებენ, თუ საჭიროა ვადა კიდევ 6 თვით ხანგრძლივდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ 2 წელი ეს არის აბსოლუტური მაქსიმუმი. მეტხანს ბავშვს იქ ვერავინ გააჩერებს. და რა ხდება შიგნით? დაწესებულება კანონით არის ვალდებული, რომ ბავშვს შეუქმნეს ყველანაირი პირობა. ეს მოიცავს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, სკოლის განათლებას, პროფესიული უნარების შესწავლას და, რა თქმა უნდა, სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებს. მოკლედ, ყველაფერს, რაც საზოგადოებაში მის დაბრუნებას სჭირდება. ნაწილი მესამე. პოლიციის როლი და აღსრულება. აი აქ კი მივედით ყველაზე მთავარ მომენტამდე. რა ხდება, თუ ბავშვი იუარებს წასვლას ან მშობელი წინაუდგება სასამართლოს გადაწყვეტილებას? ასეთ დროს საქმეში სრულიად კანონიერად და დაუყოვნებლივად ერთვება პოლიცია. დიახ, ზუსტად ასეა. კანონით აღმოსრულებელს უფლება აქვს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ სრული უფლებამოსილება აქვთ გამოიყენონ იძულებითი ზომები ბავშვის გადასაყვანად. ასე რომ, თუ ვინმეს ეგონა კანონს რამენაირად გვერდს აუვლიდა, ეს დაშვება უკვე წარსულს ჩაბარდა. ნაწილი მეოთხე. ბავშვის უფლებები და ოჯახის პასუხისმგებლობა. იცით, ბავშვის უფლებათა კოდექსით მშობელს არა მხოლოდ უფლებები, არამედ ძალიან კონკრეტული მოვალეობებიც აკისრია. მაგალითად, მშობელი პირდაპირ ვალდებულია ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან. თქვენ უბრალოდ ვერ იტყვით უარს თქვენი შვილის სარეაბილიტაციო პროცესზე. მაგრამ აქვე არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ასეთ მკაცრ ზომებს იღებს, ნებისმიერი სახის ფიზიკური დასჯა კატეგორიულად დაუშვებელია. კანონი ამას სასტიკად გძალავს, როგორც მშობლის, ისე თავად სახელმწიფოს მხრიდანაც. სისტემა იმდენად მოქნილია, რომ წახალისების მექანიზმსაც ითვალისწინებს. თუ ბავშვი პროგრესს აჩვენებს და კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, მას ეძლევა ერთგვარი დროებითი შვებულება ოჯახის მოსანახულებლად. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მთელი ეს სარეაბილიტაციო პროცესი ავტომატურად წყდება, როგორც კი ბავშვს 14 წელი შეუსრულდება. მოკლედ, ახლა თქვენთან მაქვს ერთი ასეთი კითხვა. თქვენი აზრით, 10 წელი სწორი ასაკია ამხელა პასუხისმგებლობისთვის? აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში, შეინახეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ ყველა მშობელს, ვისაც იცნობთ, რადგან მოგწონს თუ არა, ეს ჩვენი 2026 წლის რეალობაა.